სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადურთოს. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან, ესე ვთქვათ, პრაქტიკული. ეხება ორგანიზაციას, ესე იგი, როგორ უნდა იმართებოდეს ორგანიზაცია. მე მოგიყევით კიდევაც და მე მგონი, ვინც არ იცის, ალბათ ქართულ მსმენელებისთვის უფრო უცხოა ეს ტიპი მმართველობისა ეკლესიაში. თუ როგორ იმართება დასავლეთში ეკლესიები. ესე იგი, უმეტეს ნაწილი ეკლესიები არის უხუცესები, მე რაც მინახია პროტესტანტულ სამყაროში, არიან უხუცესები, აი მაგალითად ეკლესია მე ვიცი პიროვნებამ, რომ დაიწყო ოჯახური წრიდან. აი პატარა მეგობრები შეიკრიბნენ და ნელ-ნელა დაიწყეს, ესე ვთქვათ, ხალხის მოგროვება და თვითონ დააფუძნეს ეს ეკლესია. და პიროვნება, რომელიც მაგალითად თვითონ იყო დაინტერესებული, ნოლიდან დაიწყო პრაქტიკულად ყველაფერი. და ბუნებრივია მას აქვს სხვანაირი ტიპის მმართველობა, ხო? არიან მაგალითად ეს უკვე დაფუძნებული უხუცესები, რომლებიც გადაწყვიტავენ, რომ ეკლესია შექმნან, მაგრამ არ აქვთ ძალიან დიდი პასტორული ნიჭი. ამიტომ ისინი რასაკეთებენ, აი ჩემი თანამშრომელია მაგალითად პიროვნება სუპერვაიზერია, ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც სახლის შეძენაში დამეხმარა, ის აგენტიც არის real estate-ორის და მან მითხრა ამას წინებზე, რომ სოთაშორის ინდური წარმოშობის არის, მაგრამ აი ისე ლაპარაკობს ინგლისურად, ვერც გაარჩევთ რადიოში, მე როცა არ ვიცნობდი მას, ხო, ძალიან მიკვირდა, რომ ესეთი კარგი ინგლისურით როგორ ლაპარაკობდა პიროვნება და რო ნახე ინდური წარმოშობის იყო, ხო, ინდოელი, გავოცდი რა, ძალიან გავოცდი და ამას წინებზე მან მითხრა, მათ აქვთ უხუცესი არის ერთ-ერთ ეკლესიაში, თვითონაც ძალიან კარგად ჯონ მაკარტურის ქადაგებებს მისდევს, თვითონაც ქადაგებებს კითხულობს, მაგრამ პასტორი არ არის მაინც ჯერ კვალიფიცირებული. და ამიტომ ცდილობდნენ დაქირავებას პასტორის და ძალიან ბევრმა ინტერვიუ გაიარაო. ელემენტარულადო პასტორებმა არ იცოდნენ, ძალიან ელემენტარულ საკითხებია. წარმოგიდგენიათ, ესენი უფრო კვალიფიცირებულები არიან, მაგრამ საბუთი არ აქვთ, ხო? დიპლომი არ აქვთ და რაღაცა. ასე რომ ესენი ეძებდნენ ინტერვიუებს ატარებდნენ უხუცესები, რომ პასტორი კონტრაქტზე აიყვანათ. და ვიღაცა მოსულა, არ ვიცი, ბრაზილიელი თუ საიდანაც სამხრეთ ამერიკელი რაღაცა და ელემენტარული არ იცოდნენ, რა საკითხებია, როცა ეს ძალიან გაცვიცნობიერებულია და ჩვენ ხშირად გვაქვს საუბრები ჯონ მაკარტურზე, რობერტ სპროულზე, ყველაფერი მე ვისაც იმაშვები ვისაც თავს ვადევნებდი, მან ყველაფერი იცოდა აბსოლუტურად და აი ესეთი მმართველობის ფორმა აქვს და აი კითხვის დამსველი ახლა ბატონ ჯონთან რომ მიდის, აინტერესებს საბოლოო სიტყვა ვის უნდა ქონდეს, პასტორს თუ უხუცესებს. და ძალიან კარგად პასუხობს ჯონ მაკარტური და აქაც თქვენ მიხვდებით არა, როდესაც დისციპლინაზე მიდგება საქმე, აი ნახეთ როგორი იერარქია აქვს, როგორი ჩაკეტილი სისტემა არის მართლმადიდებლობაში და კათოლიციზმში. განსაკუთრებით ამ ორგანიზმში კათოლიციზმი, არ ვიცი როგორ გითხრათ რა, ეს დიდი მაფია იყო. დიდი მაფია რა და იცით ძლივს გატეხეს წელში ხერხემალში, მაგრამ მართლმადიდებლობას ჯერჯერობით ვერაფერი ვერ უშველა. ვერცეთ ქვეყანაში, ყველა ქვეყანაში მათ ისა აქვთ უკვე პირიქით, ესე იგი, თვით სტალინზეც გავლენა ჰქონდათ, ხო, სტალინი იძულებული იყო, რომ ეს ჩამოეყალიბებინა ეს რაღაცა სინოდი და ეს დაებრუნა მართლმადიდებლობის ეს ფორმა. ხო, მას დაჭერდა რელიგიის დახმარება და ნახეთ ნელ-ნელა ისინი მე ფესს რო ვიდგავენ უკვე, ხო, უკვე მადაც ეხსნებათ, აპეტიტი, ნუ იგივე მადა არის და ნახეთ მე უფრო და უფრო მეტ ძალაუფლების ჩაგდება უნდათ ხელში. ნახეთ რა მალე დაითანხმეს შევრნაძე, რომ კონკორდატი გაეკეთებინათ, იმიტომ უმწევნ მდგომარეობაში იყო შევრნაძე. ნახეთ იდეოლოგიის გარეშე, მოსკოვის გარეშე ის ვერ წარმართავდა და სასწრაფოდ ილია მეორე ყავარჯენი ამოუდგა და ის იგივე რუსული ყავარჯენი იყო. ხო და ნახეთ დაეხმარა მას რომ ქვეყანა ემართა და იმის შემდეგ მოვდივართ ესე და ნახეთ ახლა უკვე ორი ყავარჯენზე არის ბიძინა ივანიშვილი. ასე იყო მიშა სააკაშვილიც, გაიხსენეთ როგორ იყო. ასე რომ აი ეს ურთიერთობა და იერარქია, ნახეთ როგორ არის იქა, ხო? როცა დადგა საკითხი და პეტრე ცავა აჯანყდა, ხო? და უნდა გამოტანა ამივებს იმ წუთში ნახეთ შეიკრა ეს მაფია და ყველანაირად განდევნეს გააიმა და შიგნით იმაში უკვე კამელეონო ფერი იცვალა, გაწმინდეს, მოწმინდეს, აღარავის აღარ უნდა ამ იმებზე ლაპარაკი და ისეც განკვეთავენ ხოლმე, რომელიც ძალიან ხილებული და ძალიან გიჟი არის. მაგრამ ის, ვისაც ილია მეორე მოფერებია, გასვოთ ხო მიტროპოლიტები, როგორ გადაეფარნენ და გადაეფოფრენ ილია მეორეს, ხო?
ვიც მისი ნაშა იყო, ხო? ილია მეორესი. ესენი ყველანი გაბუსუნენ და იმ ცოდვაში აქვს ყველას ფეხი. ლაპარაკია სოდომურ ცოდვაზე. რა ახლა მე ხო არ გამომიტანე აგერ მიტროპოლიტი და მე ვენდობი პეტრეცავას და ძალიან ბევრი უშუალოდ ადამიანები ვინც ხელი დაადეს ესეთ ცოდვაში ვინ ჩაიდგავდა ხო ვინ ჩადგავდა ფეხს რომ სიმართლეს არ ქონდეს ადგილი იმიტომ რომ ანალოგია მოხდა კათოლიკურ ეკლესიაში და ნახეთ როგორ გაუჭირდათ ამის ხმის ამოღება როცა პროტესტანტული ეკლესია როცა ყალიბდებოდა გითხარით მაშინ რომ დემოკრატიულ საწყისებზე და აი ამას მოყვა ზუსტად პროტესტანტულ სივრცეში ისახება დემოკრატია და დემოკრატიული მართლობა. ეს ერთმანეთთან ეს გადაბმული იყო ყველანაირად. ანუ რა რომ უზურპაცია არ მოხდარიყო ერთი ადამიანის ან კონკრეტული ჯგუფის ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ეხლაც ცოდვადაცემული ადამიანი ამას აგრძელებს, ხო? და მაინც ხდება ეგეთი მებს, მაინც აქვს ესეთი, რა ქვია, ადგილი. და ამას ძალიან ძნელია რომ ადამიანმა მთლიანად აერიდოს და ყველანაირად იმას აკნას. ვითომეტეს როცა ორგანიზაციას აყალიბებს ეს პასტორი 50-55 წელი რო იქნება. ბუნებრივია, იქ ზადაგზა თაობების ცვლილების დროს ისეთ ადამიანებს დააყენებს უხუცესებად, რომლებიც უნისონში და ჰარმონიაში იქნებიან და მისი სიტყვა იქნება საბოლოო გამოვალი. ხლა როგორ გონიათ რომელიმე უხუცესი წავა ჯონ მაკარტურის წინააღმდეგ, თავიდან მას ჰქონდა წინააღმდეგობა, თავიდან. და კი ყველანაირად ეცა და კალამიცევანს მახსოვს მე რომ მომიყვა დეტალები, როცა მივიდა ეკლესიაში, მოთხოვნები წააყენა, გარკვეული მოთხოვნები, ანუ მას უნდა თავისი ხედვა და თავისი ხედვით წასულიყო და უხუცესებაც რომ ნახეს რომ ეს უკვე ამართლებდა ავტორიტეტული იყო ამისისა, ბუნებრივია მე იმიტომ თუ შენ ცოდნაში ჯობნი ხარ ბიბლიის სწავლაში, ბუნებრივია ისინი ფარხმალს დაყრიან და შენ უფრო მეტი არგუმენტირებით უკვე ძალაუფლებას მოიპოვებ და ისინი იძულებულები იქნებიან რომ წამოვიდნენ ამ იმაზე, ამ თამაშზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ რა ხდება, აი როგორ ხდება მართვა გარკვეულად ადამიანები ორი ადამიანი რო იმართება ხო ვიღაცას უჯერებს და ვიღაცას სიტყვა უფრო გამავალია და მით უმეტეს როცა ლაპარაკი ამ ხელა გაერთიანებებზე მეგაეკლესიები გახდა ხო ისინი და ამას სჭირდება ორგანიზება და რამდენი პასტორები არიან შიგნით იცით და შიგნით უხუცესებიც რო გახვალთ ნებისმიერ ვებგვერდზე ეკლესიის ვებგვერდზე იქ ნახავთ თქვენ სტრუქტურას როგორ იმართება რა არის დოქტრინა მაგათი რა არის კანონი და თვითონ ბიუჯეტის კრებებზეც კი დაგასწრებენ თქვენ ბიუჯეტის კრებებზე. აი ყველაფერი ის არის გამჭირვალი არის ბიუჯეტში თუ შეხვალთ რობერტ სპროულის ორგანიზაცია რო ჯონ მაკარტურის და სპეციალური წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ იკრებებიან ჯონ კალამიცევსაც აქეგა როდესაც გასავალი, შემოსავალი, რამდენია პასტორის ხელფასი, როგორ არის მომატება, როგორც პარლამენტში ხდება ხოლმე, ხო? დადგენა და გამოსვლა. და ესეთი რამე გაიგონია თქვენ მართლმადიდებლებში, იცით ვინმე საიდანაა, როგორ არსებობენ. მარტო ვიცით რომ 25 მილიონი ეხლა კიდე მეც გადაუხდიან, მიწები რაღაცები მიიტაცეს, მაგრამ შიგნით არავინ არ ჩაგახედებთ, როგორ ფუნქციონირებს. თუნდაც აი კანადაში რომ არის ეს ურწმუნოთ ამას რაღაცა თავშესაკრებელი კანადაში ქართული, ხო? ეკლესია არ ქვია მაგათ რა ამას წინებზე რომ მივდიოდი იმაზე ტორონტოში ავტობუსს რო ვატარებდი ნახო იქ ეწერა ჩინური ბაპტისტური ეკლესია Chinese Baptist Church ეს ახლა როგორ შეიძლება ესე იგი ნახეთ ბაპტისტური არის ჩინური მაგრამ ეკლესია არ არის ეკლესია არა ეკლესია როგორ შეიძლება იყოს ვინმეს ქართული ან ქართული მართლმადებლური აი ეგეთი რამე არ არსებობს არ შეიძლება ეგ სომხური აპოსტოლური ეკლესია იმ თუჩივე შენ რო ნაციონალობას მიაკერებ ის ქრისტეს ეკლესია არ არის ის არის შესაკრებელი ეკლესია ნიშნავს დაძახებულებს არის დაგიძახეს სამშობლოს განსადილო ჩურჩხელების ამოსავლებად კი ეს ხარ ეს შესაკრებელი ხარ მაგრამ ქრისტესი ქრისტესთან გახსოვთ ხო რა რას ამბობს ბიბლია რომ ქრისტეში უკვე აღარავინ აღარ არის აღარავინ აღარ არის ხო არც ქართველი არც იეღოველი არც ბერძენი ქალი მამაკაცი ყველაფერი ესენი ქრისტემ იმას აკნა თავის თავში გაერთიანა და ესენი რო ამბობენ რომ აი ქართული ისა რუსული ისა რაღაცა თუნდაც ლუთერანული ან რაღაცა ეს არის შენი ძალაუფლებისათვის და შენი ინტერესებისთვის გასახორციელებელი და თავარს რომ მიაგნებთ თავარი ახლა არის სამშობლოს ერთიანობა და ქართველების არ დაკარგვა ამ გაბნეული ეკლესიებს მე ვამბობ პატიოსანი ახლა მე არ ვამბობ ვიღაცა კორუფციული და ვიღაცა მამაძაღლი და ქურდების წილები რომ მიდის და ისინი არა ლაპარაკი აი პატიოსანი რო იყოს ვიღაცა ხო თუნდაც თქვათ რომ გურამოთხოზორია პატიოსანი რაღაცა მისი ძირითადი
დანიშნულება იმ თავშესაკრებლის არისო ქართველები არ დაიკარგრონ და ქართველები იყოს. აი პატრიარქმა თვითონა თქვა ილია მეორემ ხო ესა, რომ ჩემი მთელი ცხოვრების მიზანი იყო საქართველოს ერთიანობა და ქართველების ესე ამ დროს ყველაფერი ცუდა წაუვიდა. ხედავთ, ეს უნდა იყოს ახლა ამას იტყოდა პავლე, რომ ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაუშვათ ისრაელები რო არ დაიკარგონ და ყველა ქრისტესთან იყვნენ და ისრაელი გადარჩეს. იტყოდა ამას პავლე, ან ვინმე იტყოდა, ვინც იყო ქრისტიანი. ჯონ მაკარტური ამბობს, მაგრამ ჩემი მიზანია რომ ამერიკელები იყვნენ ამერიკელები, ან კიდე არ გაიფანტონ ამერიკელები. საერთოდ ნაციონალობაზე საერთოდ ხსენება არ არის. ხო და ეს დიდი შედარებები, დიდი განსხვავებები ნახე საიდან იღებს სათავეს, როცა თავიდანვე არასწორი არის საფუძველი დადებული და ქრისტეზე არ არის დაშენებული, ეს არის საქართველოზე, ისტორიაზე, დავით აღმაშენებელზე, ვახტანგ გორგასალზე და იმ საქართველოს იმ ტერიტორიაზე დაშენებული რელიგია, რა როგორ რელიგია ყველასა აქვს, ხო, კავშირი. ხო და ასე რომ დაძახებულებიც ეს ეკლესია, ეს ანიშნავს ქრისტეს ეკლესია. ესენი არიან დაძახებულები სხვა რამის გამო. აი ახლა საინტერესო ეს კითხვაზე როგორ გაცემს ჯონი პასუხს. სალამი პასტორ ჯონ, როგორც ჩანს ყველა ჯერზე როცა პასტორის კვალიფიკაციის შესახებ დისკუსიაში შევდივარ ხოლმე, საუბარი ბოლოს იმაზე მთავრდება, თუ რა არის ეკლესიის ბიბლიური მოდელი. როგორ უნდა იმართებოდეს ის? უხუცესების მიერ თუ მოძღვარის მიერ. მოძღვარი პასტორი, რო იცოდეთ, ერთი და იგივეა. ქართულად მოძღვარი უფრო სწორი არის, პასტორი უფრო ინგლისური ის არის, ხო? წყემსია რა, პასტი. მე ყოველთვის არ ვიცი, როგორ უპასუხო ამ კითხვას, სვანს კითხვის დამსველი. გვთავაზობს თუ არა ბიბლია რაიმე მითითებას იმის შესახებ, თუ ვისა აქვს საბოლოო სიტყვა. ესე იგი ლაპარაკია უხუცესები უნდა მართავდნენ თუ პასტორი. და ჯონ მაკარტურ პასუხობს. კეთილი. ეკლესიას მოძღვარი ან უხუცესები მართავენ. ეს ძალიან ნათელი არის. და ჩემი აზრით მოძღვარი და უხუცესები ეს ერთნაირი ძალაუფლების კონენი არიან. ისინი არიან ღვთისმოსავი ადამიანები და ღვთისმოსავის ადამიანების ლიდერების ეს სიმრავლე არის ის, რომელიც კვებავს და ხელმძღვანელობს ამ სამწყსოს, ამ შესაკრებელს. ცხადია, როდესაც ლაპარაკობთ, რომ მართეთ ეკლესია, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობის შესახებ. და ესენი არიან მოძღვრები და უხუცესები, რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებას. და ეს სხვადასხვანაირად ვლინდება სხვადასხვა ტიპის საეკლესიო ორგანიზაციებში. მაგალითად, არსებობს ორგანიზაციები, რომლებსაც ყავთ უხუცესებისაგან შემდგარი საბჭო და ეს უხუცესები სიტყვასიტყვით ვიმეორებ, დიქტატს უკეთებენ და ეუბნებიან მოძღვრებს თუ რა უნდა გააკეთონ. ასევე არიან ეკლესიები, რომლებსაც ყავთ მოძღვრები, პასტორები და ეს მოძღვრები მართავენ ეკლესიაში დანარჩენ ადამიანებს. და ეს შეიძლება იყოს პრესვიტერიანული ფორმა, რომელიც როგორც წესი წარმოადგენს ეკლესიის ხელმძღვანელობის უხუცესთა ჯგუფს. აი პრესვიტერიანული ეკლესია ესე შედგება, რო იცოდეთ, აი რობერტ სპროული სადაც იყო, ესეთი იყო და ეს მოდის ალბათ ჰოლანდიური სკოლა, მერე შოტლანდიური, ძალიან ცნობილი იქიდან არის ეს პრესვიტერიანული და უკვე ჩინელებიც და ისინიც მინახია. ასევე შეიძლება იყოს ბაპტისტური ფორმა, როგორც წესი, რომელშიც წარმოადგენს ეკლესიის ხელმძღვანელობას პასტორთა ჯგუფი. აი ეს არის დაახლოებით უფრო რაც მე ვნახე კალამიცევთან და ჯონ მაკარტურთანაც რო იცოდა, ეს ფორმა არის უფრო არ ამბობენ რომ ისინი ბაპტისტები არიან, მაგრამ უფრო ყველა უხუცესი მე ვინც ვნახე და თქვენ შეხვალთ, ხო? მანთან არიან პასტორებიც. და ასევე არიან ცალკე უხუცესებიც არიან, მაგრამ ძირითადი ჯგუფი არის პასტორების ჯგუფი. ასე რომ ისინი კარგად გათვითცნობილი და სხვათა შორის ბევრმა უკვე დაამთავრა ჯონ მაკარტურთან ის სემინარია და ისინი გახდნენ ახლა უკვე პასტორ უხუცესებიც. ზოგიერთ შემთხვევაში პასტორები დიაკონების დაქვემდებარებაში არიან, რომლებიც ეკლესიას ხელმძღვანელობენ. წარმოიდგინეთ, ესე იგი არის ეკლესიები, რომლებიც დიაკონები არიან მართველები. დიაკვანი იცით ხომ, როგორ იქნა არჩეული ბიბლიაში. და ჯონ მაკარტური ამბობს, ეკლესიის მმართველობის გაგების მარტივი გზა ასეთია. პასტორები და უხუცესები ყველა ერთნაირია, ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ და ასწავლიან, კვებავენ და ხელმძღვანელობენ ეკლესიას.
ისინი არიან ეკლესიის სათავეში. ცხადია, როგორც არ უნდა უწოდოთ მათ, როგორც არ უნდა მოახდინოთ მათი ორგანიზება. მაგალითად, ბევრ შემთხვევაში ბაპტისტურ ეკლესიაში მათ ყავთ უხუცესები, მათ ყავთ პასტორების გუნდი. უკაცრავად, მათ არ ყავთ უხუცესები, ისე ბაპტისტურ ეკლესიაში მათ არ ყავთ უხუცესები და მათ ყავთ პასტორთა ჯგუფი. შესაძლოა დიდ ეკლესიაში მათ ყავდეთ შეიძლება 15 პასტორიც კი. პატარა ეკლესიაში მათ შეიძლება ყავდეთ 3 ან 4. ეს არის ამ ეკლესიის უხუცესობა და მათ აქვს ზედამხედველობა ეკლესიაზე. ახლა მათ შეიძლება ეს ყველაფერი დიაკვანთა ჯგუფს მიანდონ, როგორც ეს მოციქულთა საქმეების მე-6 თავშია მოცემული. ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად. მაგრამ როცა ეხება დიაკვნების მიერ სულიერ ზედამხედველობას, აი აქ უკვე მე ცოტა თავს შევიკავებდი. ასე რომ ეს არასოდეს არ უნდა იყოს უკუგდებული და ვფიქრობ, რომ ბაპტისტურ ეკლესიები და ისინი, ვისაც ასეთი დიაკვან პასტორის ურთიერთობა აქვთ, პრობლემებში მაშინ მოხვდებიან, როდესაც პასტორები, რომლებიც სინამდვილეში უხუცესები არიან, რომლებიც სიტყვას ქადაგებენ და ასწავლიან, დიაკვნების დაქვემდებარებაში ხვდებიან, რომლებიც სინამდვილეში არის დაბალი კვალიფიციური ჯგუფი, რომლებიც არ უნდა ხელმძღვანელობდნენ და პასტორებზე ზემოთ არ უნდა დადგნენ. და კითხვის ავტორი ამბობს: დიახ, კითხვა მაშინ ჩდება, როდესაც საკითხი ეხება მაგალითად პასტორს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კვალიფიკაციას და არ უნდა იყოს იმ პოზიციაზე და კრების პასტორ-მასწავლებელი არ ტოვებს იმ პოზიციას, იმიტომ რომ მას აქვს კონტროლი და ის არავის არ ემორჩილება. ეს კითხვის ავტორმა ჩაასწორა, ეთყობა თვითონ შეხვდა ამ პრობლემას თავის ყოფილ ეკლესიაში, ან ეხლაც სტუმარი არის და ჯონი მაკარტურისგან უნდა ეს აზრი გაეგო, იმიტომ ბევრი მოდის მაგ კონფლიქტის გამო და თავიდან დამსწრე მდგომარეობაში არიან და მერე იღებენ გადაწყვეტილებას ან დატოვონ ძველი ეკლესია, ან კიდე მთლიანად იმას აქნან გადმოვიდნენ. და ამბობს ეს კითხვის დამსველი, რომ პასტორი გაჯინიებრებული და ამბობს, რომ დიახ, მე ვრჩები და არ გადავდგები. და ჯონ მაკარტურინი უბრალოდ დიახ, მართალია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში აქ უნდა მოხდეს ეკლესიის წევრების ჩარევა და კონსენსუსი და ისინი შემოდიან უკვე აქ თამაში. და არც ერთ ეკლესიას არ აქვს აუცილებლად ვალდებულება დაჯდეს და მიიღოს და ტოლერანტობა გაწიოს იმ ადამიანის ხელმძღვანელობისა, ვინც არ ღვევს ღვთის სტანდარტებს. აქ უკვე ეკლესიის წევრებმა უნდა ამოიღონ ხმა. კრება უნდა იყოს ამ შემთხვევაში დიდი კრება მოწვეული წევრების და ის ხელმძღვანელობა და უხუცესები უნდა იყვნენ გადაყენებულები. და თუ საქმე მხოლოდ ერთ მოძღვარს ეხება, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოგვარება უკვე მრევლმა უნდა გადაწყვიტოს და აღარ იქნება ძნელი. ანუ მრევლი უნდა შეიკრიბოს. და სანამდე ამას დავამთავრებდეთ, მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ამის მოწოდება იყო, თუ გახსოვთ, როდესაც ის სკანდალი აგორდა. იცით ხომ, ციანიდის სკანდალი. რომ უკვე სინოდი ისეთი კორუმპირებულები იყო, რომ ვერანაირად ვერ შეძლეს ამ საღი აზრის და თუნდაც ამ საქმის გამოძიება. არ გააკეთეს ეს პრაქტიკულად, ხო? და იწვევდნენ დიდ საეკლესიო კრებას, რაც მე მგონი მოხდა რუის ურბნისის დროს და ეს მე მგონი უკვე ჩარევით თვითონ დავით აღმაშენებელმა და უკვე პოლიტიკოსი ჩაერია, რომელსაც უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა. ყველაფერი ძალაუფლებაზე მიდის, ხო? და თუ არ დაპარსე ესენი, ხო? ძალით რაც პეტრე პირველმაც გააკეთა ბევრმა ვიღაცა სეკულარი თუ არ ჩაერია, ესენი თვითონ შიგნით არავინ არ დახევს ერთმანეთის ტყავს, ხომ იცით? და ნახეთ, აი ჯონ მაკარტურმა რაც თქვა, ეს არის ლოგიკური, რომ თვითონ ხალხმა უნდა აიმაღლოს. ხალხი ახლა დაჩმორებულია ყველა, ნახეთ, რამხელა რიგები და სასაფლაოებზე გასასვლელად. ესე ყველა შეშინებულია ხალხო. ყველა კვდრებით აშინებენ. კვდრებით რომ შენც მოკვდები და შენ სასაფლაოზე აღარ მოგიტანენ ხაჭაპურს და იმას, ხო? აღარ გიმღერებენ იქ სიმღერებს. ნახეთ რითი არის დაბმული და შეშინებული ეს ქართველი საზოგადოება? ამ ხელარიგები შეიძლება ახლა ვიღაცა იტყვის, რომ იცი რა ვინ არ წავიდოდა საფლავზე. ვიღაცა ლიბერალი, ვიღაცა, არ ვიცი, ვინ
მურტალი ლიბერალი ვინც არის ჩვენთან, ხო, რომელიც წმინდა ის არის, თორე დანარჩენი ყველა აიბაწრებოდა ამ იმაზე ახლა, რაც ხდება მანდ საქართველოში და დაბრუნება ისე ტყედაველებში და რა ქვია დაიცავი შენი ისა გვარი და საგვარეულო სოფელი და ის, ხო? ეს ყველაფერი მართლმადიდებლური იმიდან არის სოფხედულობიდან და თუ ხალხი არ აჯანყდა, თუ ხალხმა არ მისასაკნად მიტინგები ამათ არ მოუწყვეს და აი ეს არ გადაიდეს ეს უღელი, ეს რელიგიური უღელი და ამას არ ჩაუდგა ვინმე სათავეში, ხო? შიგნიდან ახლა ვინ უნდა გააკეთოს ეგა შიგნიდან? შიგნიდან მოხდება ფერიცვალება, მივიღებთ მაგალითად ილია მეორე შემდეგ შიოს ან შიოს მერე თეოდორ გიგნაძეს ან გურამ მოთხოზორიას, ხო? ან ვიღაცა თომა წამოაკ კვალიფიკაცია, კანადური კვალიფიკაციით, ან ვიღაცა საბა, ხო? და არაფერი არ შეიცვლება მან და უბრალოდ მოდერნისტული იმას მიიღებს ფორმას, თორე საფლავებზე რა ხუნი და ისევ მათი გავლენა ისევ დარჩება ძალაუფლებაში, როგორც ასაც კათოლიკეები აკეთებენ. ცვლიან პაპებს, მაგრამ კათოლიციზმის მიდის და მიდის ანტიქრისტემდე. ხო? აი ეს არის ზუსტად. ასე რომ ძალიან საინტერესო ის იყო, მადლობა ჯონ მაკარტურს ამ პასუხისათვის.